ამჯერად რუსთავის დეველოპერულ ბაზარზე უნდა გადავინაცვლოთ მინდა რა ტიპის პროექტებს აშენებს ქალაქში და რა ღირს ახალი სახლის შეძენა ქალაქის პოტენციალზე გაყიდვების კომპანია პროსპექტის პარტნიორი ლევან ელიზბარაშვილი ისაუბრებს, რომელიც სტუდიაში გვერდდება. ლევან, დღემშვიდობისა, მადლობა რომ სტუმრობთ გადაცემაში. რუსთავის თემას ეტაპობრივად ვაშუქებთ ხოლმე და ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ბაზრის დასტიმულირებამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაზარიც გააქტიურა გარკვეულწილად. თუმცა, რასაც ხედავთ, ადგილობრივი მსხვილი დეველოპერები ნაკლებად ინტერესდებიან ან ეხლა იწყებენ და ამიტომ მინდა რომ გკითხო, შენ უფრო განახლებული და სრულყოფილი ინფორმაცია გექნება რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე რუსთავის შემთხვევაში. რუსთავის ბაზარი, ნამდვილად უძრავი ქონების ბაზარი ნამდვილად ვითარდება და არის ძალიან ბევრი პროექტი, შემიძლია თამამად გითხრათ. ძალიან დიდი ზომის პროექტები, საშუალო ზომის პროექტები, პატარა პროექტები, მოკლედ ყველანაირი პროექტი. განსაკუთრებით ახალ რუსთავში გასაგები მიზეზების გამო შეინიშნება ძალიან კარგი განაშენიანება, აბსოლუტურად თავისუფალ цаრიელ მინდორებში მიმდინარეობს განაშენიანება და ამ ტერიტორიების სრულად ათვისება, რაც ძალიან, რა ვიცი, ლამაზია და კარგი არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პროცესი ნამდვილად ისეთი საინტერესოა და მომხიბვლელია ქალაქის განვითარებისთვის და აქტიურობაც საკმაოდ მაღალი არის. ასე რომ, რა ვიცი, დეველოპერებიც ბევრი არიან წარმოდგენილი. ეს ადგილობრივი კომპანიები ძირითადად თუ მათ შორის ინტერესი არის მსხვილი სისტემური დეველოპერების მხრიდანაც. უკვე ეს ინტერესი იკვეთება, თქვენ იცით, ერთი ცნობილი დეველოპერის შესახებ, რომელიც უკვე წარმოდგენილი არის რუსთავის ბაზარზე, თუმცა უახლოეს მომავალში ძალიან მალე სხვა ცნობილი დეველოპერები, სისტემური დეველოპერები, მოდი ასე ვიტყოდი, გააკეთებენ განაცხადს რუსთავში ახალი პროექტების დაწყების შესახებ და ამ მხრივ ის ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება. ფასების დინამიკა როგორ იცვლება და თუ შევადარებთ თბილისს, რამდენად განსხვავებულია საფასო ფასი? თბილისთან შედარებით ნამდვილად განსხვავებულია, ეს ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორია უძრავი ქონების ბაზრის განვითარების რუსთავის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ფასები იწყება $750-დან და 1200-1250 დოლარამდე საშუალოდ. რა თქმა უნდა, ეს ძირითადი ფასები წარმოდგენილია ძველ რუსთავში, მაგრამ აი დაბალი ფასები წარმოდგენილი არის თითქოს ახალ რუსთავში. შესაბამისად, ეს ისეთი ფასები არის, რომელიც თბილისში აღარ გვხვდება და აღარ არის წარმოდგენილი და ნამდვილად თუ ჩაბრძანდებით რუსთავში, აღმოაჩენთ, რომ გადაადგილებაც საკმაოდ კომფორტულია. ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია და ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქალაქია, პირდაპირ ვთქვა, მათ შორის ხშირად გვხვდება უკვე ისეთი საუბრები მთელი რიგი მყიდველების მხრიდან, რომ პირობითად თბილისში თავისუფლების მოედანზე მოსასვლელად რუსთავიდან მოსვლა შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე მაგალითად იგივე დიდი დიღმიდან ან რაღაც ესეთი ტერიტორიებიდან. 4 თვეში მიმდინარე წლის პერიოდში თბილისში შემცირებულია მოთხოვნა და გაყიდვები და ბაზარი შესუსტებულია. რუსთავის ბაზარზე როგორია ვითარება? რაც იქნება რითი ფასებიდან გამომდინარე? რა თქმა უნდა, როდესაც მთავარი ინსტრუმენტი, ეკონომიკის მთავარი ინსტრუმენტი, ფასები არის განსაზღვრელი ყველა პროცესის და საზოგადოება არის მწიფე რაღაცა ფასის გადასახდელად და არ არის მწიფე რაღაცა ფასის გადასახდელად, სადაც მწიფე იგრძნობა მეტი თავისუფლება იგრძნობა, იქნება კონცენტრაციაც. ამიტომ არის მოგებიანობის თემაც მნიშვნელოვანი ალბათ, ხო, მე უგება რა შეიძლება იყოს რუსთავის შემთხვევაში და ამ ნაწილში არსებობს პოტენციალი ზრდის ინვესტიცია უყურდეთ ადამიანებს. ეს საკითხი ძალიან საინტერესო საკითხია, კითხვა ძალიან ისეთია, სერიოზული. უკუგების ნაწილში თბილისთან შედარება ჯერჯერობით რთულია. განსაკუთრებით რისკების კუთხით. ხო, არის ახლა შემთხვევები, როდესაც რუსთავში ძალიან კარგ ფასად ქირავდება ესა თუ ის ბინა, მაგრამ ზოგადად თბილისი მაინც გაქირავების კუთხით ჯერჯერობით ინარჩუნებს ნომერ პირველ პოზიციებს და მკვეთრ სხვაობას. მარტო ნომერ პირველს არა, მკვეთრ სხვაობას ქალაქ რუსთავთან, მაგრამ აი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რუსთავზე და ფასიდან გამომდინარე, რუსთავზე ინტერესი საკმაოდ მაღალი არის. აი მაგალითისთვის ესეთი, უცნაურობა ჩვენთვის უცნაური იყო, ის რომ აღმოვაჩინეთ, რომ რუსთავში მოთხოვნა არის ძირითადად ორ საძინებლიან ბინებზე, ნაცვლად
გავრცელებული მოთხოვნისა, რომელიც თბილისში არის ერთსაძინებლიანზე. გასაქირავებელი არ არის, ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელი საცხოვრებელი მიზნობრიობით. ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ აღმოვაჩინეთ ჩვენ პირადად. ლევან, რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქნება, რა ტიპის პროექტებს აშენებენ და რამდენად ხარისხიანს და სტანდარტებს? თბილისიც თავის დროზე ნელ-ნელა განვითარდა და ნელ-ნელა მივიდა რაღაცა კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებამდე. რუსთავში როგორია მომხმარებელი, როგორია მოთხოვნა და დეველოპერების შეთავაზებაც რამდენად მრავალფეროვანია ხარისხებთან, ენერგოეფექტურობასთან და ასე შემდეგ ამ მიმართულებით. კი. დივერსიფიცირებული არის ისევე როგორც თბილისის ბაზარი, მკვეთრად დივერსიფიცირებული არის. ყველაფერი შეგვხვდებათ, მაგრამ რა თქმა უნდა, რეგულაციებიდან გამომდინარე, იქაც ადგილობრივი თვითმმართველობა საკმაოდ ისე უყურებს ამ საკითხს და შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად თვითკმარი ხარისხი არის თავიდან ბოლომდე. ფასის კრიტერიუმი, რომელიც მე ვახსენე, ეს არ არის გამოწვეული იმით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ შენდება დაბალი ხარისხის ბინები ან კორპუსები. არა, ხარისხი არის აბსოლუტურად ნორმალური, დამაკმაყოფილებელი და არაფრით არ ჩამოუვარდება თბილისში შესაბამისი კატეგორიების, ანალოგიური კატეგორიების მქონე საცხოვრებელ ბინებს. რა თქმა უნდა, პრემიუმ ხარისხი იქ ნაკლები არის, რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, რამდენიმე დეველოპერი კონცენტრირდება, მაგალითად LP ჯგუფი არის კონცენტრირებული ხარისხზე, ლოკაციიდან და იმ მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც ის იყენებს თავის პროექტში, მაგრამ ძირითადად ძალიან ისეთი სწორი ბაზრისთვის მისაღები ასათვისებელი საბინაო ფონდი შენდება და მინდა გითხრა, რომ სულ ეხლახანს დაიწყო პროექტის მშენებლობა, ესეთი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა, რომელიც უბრალოდ შექმნი არ ხორციელდებოდა, ესე ვთქვათ, ხო? ესეთი ერთი ცალი საბინაო კორპუსები შენდებოდა, ინდივიდუალური და ესეთი ინფრასტრუქტურა და გამსხვილდა და დაიწყო ეს გამსხვილება. კი ბატონო. მიწების ფასი ალბათ ბევრად ნაკლებია, როცა ღირებულებაზე საუბრობთ და ხარისხზე, თბილისში ფაქტობრივად არ არის თავისუფალი მიწის ნაკვეთები და შესაბამისად ალბათ ეს ღირებულების ამბავში აისახება და არა მოგების მარჟა, არ ვიცი, მოგების მარჟაზე რამდენად აისახება, თუმცა ღირებულების ნაწილი ალბათ გამსაცვლელი ფასის კუთხით. ჯერ ერთი სასახად გეთანხმებით. მეორე რაც მინდა ერთი ხაზი ერთ საკითხი ვახსენო აუცილებლად, ძალიან ისე რომ ვთქვათ, სწორი რო ვიყო, არსებობს მოსაზრებები, მონახაზები, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც დაგეგმილი არის სახელმწიფოს მიერ რომ განვითარდეს რუსთავის შესასვლელთან და რუსთავის მიმდებარედ და მათ შორის არის საუბარი დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, გზის არა, ბოდიშვიხტი, რკინიგზის მშენებლობაზე, რაღაც ზოგი ამბობს დაკიდებულ რკინიგზაზეა საუბარი ზოგის. კარგი იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტ სიცხეზე შეიტანენ ამ გეგმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბიზნესს უფრო მეტი წინდახედული ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცენ. და ბოლოსკენ რუსავს რო გავცდეთ თბილისის და ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე როგორია ვითარება, ყველა სტატისტიკა ამბობს რომ მოთხოვნა შესუსტებულია, შენელებულია, ვხედავთ რომ ძალიან ბევრ დეველოპერს ფასებს ესე პირდაპირ არ აკლებს, თუმცა ძალიან ბევრი სააქციო ფასი გამოაქვს, სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები, რაც მოკლედ ჩვენ რაც ბაზარზე ვართ და რაც ვაშუქებთ აქტიურად თვალყურს, ასეთი ტიპის შეთავაზებები შეიძლება ითქვას რომ არ გვინახავს. რა ხდება რეალურად, ხედავთ თუ არა რაიმე ფორმით ჭარბი მიწოდების რისკებს, კრიზისის ნიშნებს თუ ამ ყველაფერმა გადაიარა და დღესდღეობით უკვე აღმდგარია. როგორ აფასებ ჯამში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებას? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ესე არსებითად ჩამოაყალიბე შესავალი, უბრალოდ გავაგრძელებ თუ შეიძლება ამ შესავალს, შეიძლება რთვით, იმიტომ რომ არ გამომეორდები. სიტუაცია არის ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ფინანსური სექტორის მხრიდან მოხდა შეზღუდვები და მთელი N რაოდენობის ნებართვები, გაცემული ნებართვები არ არის გააქტიურებული, დღეს დეველოპერული ბაზარი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც აქამდე ადგილი არ ჰქონდა. ეს არის ინდივიდუალურ დონეზე მცდელობები ფასის მკვეთრი დაწევის, ეს არის არნახული საშეღავათო პერიოდები, განმავლობის პერიოდები, რომელიც აქამდე ამ ბაზრისთვის არ იყო ცნობილი. პრემიუმ სეგმენტი, განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და პერიფერიების შეარსებული სტატისტიკა კიდევ რაღაცნაირად აჯანსაღებს საერთო სურათს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის რაც შენ აღნიშნე ეს არის, მაგრამ ყველაზე მთავარი დღეს, როდესაც საუბარია მთელ რიგ სტატისტიკებზე, ნებისმიერი სტატისტიკის მწარმოებელ ორგანიზაციას რომ მივმართოთ, თათია ყველა აღნიშნავს დოკუმენტალურად დადასტურებულად, რომ
ისინი იყენებენ საჯარო რეესტრზე დაყრდნობილ სტატისტიკას. ეს ბუნებრივიც არის, ეს არ არის არაფერი პრობლემა, მაგრამ საჯარო რეესტრზე დაყრდნობილი სტატისტიკა ის ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 წლინახევრის წინ არსებული ტრანზაქციების აღრიცხვა ხდება ახლა და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ანუ სურათს და კლების დინამიკას, რომელსაც დღეს ჩვენ სხვადასხვა სტატისტიკის წყაროებიდან ვიგებთ, ეს არის წელიწადნახევრის წინ დაწყებული პროცესი. ეს არ არის შენს მიერ ნახსენები განსაკუთრებით აქტუალური პერიოდი, ხო ეს 6 ნოემბრისთვის შემდეგ დაწყებული პროცესი, 24 წლის ნოემბრისთვის შემდეგ დაწყებული პროცესი. ამიტომ სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იმის ფონზე, როდესაც ფინანსურმა ინსტიტუტებმა საერთოდ შეაჩერეს დაფინანსება და ამით გარკვეულწილად გააჯანსაღეს ბაზარი. მიწოდება. ამ ნაწილში ალბათ უფრო სწორია მეორად ბაზარზე, როცა ლაპარაკობთ გაყიდვებზე, იმიტომ რომ იქ რეალური შეხედულება და იქ უფრო ხედავთ ფასის კლებასაც და მოთხოვნის შემცირებასაც, ვიდრე პირველადზე, რასაც მათ შორის სხვადასხვა პირველადზე არ ხდება აღიარება, რაც გასაგები არის. ფიქრობთ, რომ კიდევ შეიძლება გაღრმავდეს და ეს კრიზისი და საჭიროებდეს რამე ფორმით თუნდაც სახელმწიფოს ჩარევას და დახმარებას, თუ უფრო მძიმე პერიოდი გადავლილია და ახლა უკვე გაჯანსაღებისკენ მივდივართ, თუ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ გვაქვს? სახელმწიფომ უკვე ინტერვენცია მოახდინა ერთი ეროვნული ბანკის სახით. ეს მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც დაწია საპროცენტო განაკვეთი თანამონაწილეობის ფიზიკური პირის მხრიდან. ეს არის ბაზარზე, საცალო ბაზარზე, ფიზიკური იპოთეკური დაკრიტების საცალო ბაზარზე, მან გააჯანსაღა. კი, გააჯანსაღა, უფრო მოქნილი გახადა პროდუქტი და გაამარტლა, ხო? ეს რაღაცა ნიშანი არის, რომ სახელმწიფო დგავს ნაბიჯს ფინანსურმა მარეგულირებელმა, უზარმაზარმა ეროვნულმა ბანკმა ეს ნაბიჯი გადადგა. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კიდე იქნება ნაბიჯები ისეთი გადადგმული, რომელიც ამ სექტორს დაეხმარება, იმისთვის რომ მეტად გაჯანსაღდეს, მაგრამ თავარი მაინც ყველაფერი მოდის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რა ვიცი, ან რაღაცა უკვე უნდა ჩარჩოებში ჩაჯდეს, ან დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მე სხვა წყარო უნდა ვნახო შემოსავლის. ლევან, საინტერესო იქნება აუცილებლად გაგრძელება და დარწმუნებული ვარ, შენი ანალიტიკის მოსმენის შესაძლებლობა გვექნება არაერთხელ. მადლობა, რომ პასუხობდით მიმდინარე კვირის უძრავი ქონების პროსპექტის პასუხებს. ლევან ელიზბარაშვილი, პროსპექტის პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად.